გამარჯობათ. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზის აკადემიის კვლევები. ფაზის აკადემია სწორედ ასეთი თანხმედრა აქვს ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასთან და მის პრეზიდენტთან ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ბატონ თემურ ჩილაჩევასთან ერთად მოგვეწვია ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები და ამ მხრივ ბატონი ნუგზარ კერესელიძე ინფორმატიკის დოქტორი მოვიწვიეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ქართულ საზოგადოებას გავაცნოთ ქართველი მეცნიერების წარმატება. გამარჯობათ ბატონო ნუგზარ, რომ მოგზავნით, დიდი მადლობა. გამარჯობათ ბატონო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს. მადლობა იმ შესაძლებლობისათვის, რაც თქვენ გადაცემაში გამოიჩინეთ ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მიმართ და პირადად ჩემს მიმართ. უნდა მოგახსენოთ, რომ მიმართულება, რომელსაც ახლა მეკვლევის სახით ვაწარმოებ, ეს მიმართულება ფაქტობრივად არის პიონერული და განსაზღვრა ჩემო სამეცნიერო ხელმძღვანელმა ბატონმა თემურ ჩილაჩევამ, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა. და უნდა ითქვას, რომ ეს პიონერული ნაშრომები, რომელიც სადღაც იწყება 2009 წლიდან, 10 წლიდან არა, ფაქტობრივად დიდ გამოხმაურებას პოულობს მერე სამეცნიერო საზოგადოებაში უცხოეთში. ჩვენ ფაქტობრივად შეიძლება ითქვათ, რომ საქართველოში პიონერები ვართ და ამის მერე ესე ვთქვათ ვითარდება ძირითადად იმ შრომებით, რაც შრომების გამოქვეყნებული იყო 10-იან წლებში. 2010-ში, ხო? 2010-დან ჩათვალეთ, ესე იგი 20 წლის განმავლობაში, სადღაც მე ასპირანტურაში სწავლობდი, ახლა უძახიან დოქტორანტურას ქართულ უნივერსიტეტში. მაშინ ბატონ თემური იყო ჩემი ხელმძღვანელი. სადღაც ვთქვათ 12 წელი მოხდა თემის დასრულება, დაცვა, ესე ვთქვათ ბატონმა თემურმა ახლა ხან დადო კიდეც თავის Facebook გვერდზე ის გამოსვლა, რა გამოსვლა მაგი წარდგა სადოქტოროს დაცვის დროს. ბუნებრივია, რომ ეს ქართული უნივერსიტეტი მოიხსენება შექმნილი არის ჩვენი საპატრიარქოს ესე ვთქვათ მიერ და ფაქტობრივად როცა ყოფება იყო ზმნელისა უნატერესისა და ოთის მაინტერესებდა რატო დაარქვა ქართული უნივერსიტეტი და შემთხვევით არ იქნება მეთქი ფიქრე და მართლაც აღმოჩნდა რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯავახიშვილის სახელმწიფო თავის დროზე დაარსდა როგორც ქართული უნივერსიტეტი. იმიტომ რომ იმ დროს არსებობდა თბილისში, კავკასიაში უმაღლესი დაწესებულება, რომელსაც სწავლა მიდიოდა რუსულ ენაზე, ტექნიკური განხრით ხო და მე როცა შეიქმნა უნივერსიტეტი, უნდა ყოფილიყო სწავლა ქართულ ენაზე და აი პატრიარქმა მოახდინა ეს, რომ შექმნა უნივერსიტეტი და ძირითადად დასაქმებული იყო ის ხალხი, რომელიც თავის დროზე ესე ვთქვათ მიშა სააკაშვილის დროს გამოამთავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და უმეტ შენახული იყო იქ ისეთი კარგი ატმოსფერო, მასაც ნამდვილად მეცნიერული ატმოსფერო და ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ თავისებური მემკვიდრე იყო იმ პირველი ქართული უნივერსიტეტისა, ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა. და მოხარული ვართ, რომ ჩვენც ესეთი თემატიკა შევქმნით, რომელიც ეხმიანება ზუსტად აი ინოვაციას, ეხმიანება ფაქტობრივად იმ მოთხოვნას, რომელიც იმ მომენტში იქნა დაფიქსირებული. რატომ იცით, ჩვენი თემა მიმართულება იყო ინფორმაციული ომები. უბრალოდ საინფორმაციო ომებს უძახოთ თავიდან ჩვენ და იმავე წელს გამოდის ესე ვთქვათ საშობაო ეპისტოლე პატრიარქის და ლაპარაკობს, რომ კაცობრიობა შევიდა ახალ ფაზაში დაპირისპირებისა, რომელსაც ჰქვია ინფორმაციული დაპირისპირება. და საჭირო არის ანალოგიურად გაეცეს პასუხი ამას. ფაქტობრივად ჩვენ ეს მივიღეთ როგორც უცხება ჩვენი უცხოენესი და უნეტარესის და ადრე თუ ლაპარაკობთ საინფორმაციო ომი არა მისი ეპისტოლიდან გამომდინარე უკვე დაერქვა სახელი ინფორმაციული ომი და ამ მხრივ მართლაც ჩვენ გვქონდა მოხსენებები არა მარტო დავუშვათ თბილისში მიმდინარე კონფერენციებზე ჩვენ გვქონდა ბათუმში საერთაშორისო მათემატიკის კავშირის კონფერენციაზე და მე ნელა გავედით კიდეც უცხოეთშიც გავედით და აღმოჩნდა ის რომ საიდან მოდის ეს როგორც წუხილი ინფორმაციული ომთან დაკავშირებით. ბატონ თემურის და ბატონ მე გახლავართ სოხუმელები ფაქტიურად და ჩვენ თავზე ვიგზენით
ინფორმაციული ომის ზემოქმედების შედეგი, იმიტომ რომ 88 წლიდან რაც დაიწყო ეს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში, ანალოგიურად რა თქმა უნდა ჩვენ აღმოჩნდით ესე ვთქვათ ერთი მოსკოვიდან მოდიოდა პრესი, ხო, ესე ვთქვათ საინფორმაციო წნეხი ჩვენზე და ამავე დროს იქ რა თქმა უნდა ხაზი სეპარატისტებიც ყველანაირად ცდილობდნენ აი თავისი რა თქმა უნდა ტელევიზიის საშუალებით სამისტი ესე ვთქვათ რადიო ბეჭდვითის გამომცემლობით ეთქვათ რომ თქვენ ქართველები ვართ ხო ჩამოსული ხალხი ხართ თუ არავითარი უფლება არ აქვს და ესე ვთქვათ მიდიოდა ყოველწლიურად და ყოველდღიურად ზემოქმედება ესე იგი ვიგრძენით ჩვენ რას ნიშნავს ინფორმაციული ზემოქმედება რა ოდენ დიდი ზეგავლენა შეიძლება მოხდეს ადამიანზე და მე ამასთან დაკავშირებით მართლაც ეხოს გადავხედეთ უკვე კოლეგის პერიოდში არის ის რომ ეს მათემატიკურად შეიძლება ინფორმაციული ომის აღწერა ხო ეს კი მაგრამ მე მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს რომ აი ამ ინფორმაციის ზემოქმედების შესახებ მეცნიერული კვლევა ჯერ შეიძლება მათემატიკური არა მაგრამ დაწყებული იყო ხო აი ფიზიოლოგიურ დონეზე რა თქმა უნდა მიხეილ ხარანაშვილი რომელიც აკადემიის ჩვენი ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო კვლევები უცხოეთში მაგალითად იქ ნათქვამი იყო რომ 1994 წელს რუანდაში იყო გენოციდი ტუტსის ტომზე და გამოიკვლიეს და მეცნიერული ეს კვლევა ჩაატარეს აღმოჩნდა რომ 10% მსხვერპლი აი ამ მაგას გენოციდისა გამოწვეული იყო ადგილობრივ რადიოში ზუსტად ეს ბულინგის ტიპის გადაცემების შედეგად მაგრამ მე რო დაუკვირდით მე ბატონო რო დაუკვირდით ესე იგი სიტყვის ზემოქმედების სიძლიერეზე ამას დიდი ისტორია აქვს იმიტომ რომ აი ჩვენ მე მონოგრაფია გამოვუშვი ინფორმაციულ ომებზე და მითაც ნახულობდი რას საფუძველი აქვს რატომ არის რომ ესე ვთქვათ ესეთი დიდი იარაღი გააჩნია ზემოქმედების თვალსაზრისით ადამიანზე აღმოჩნდა რომ ამის გაცნობიერება ადრეც იყო და ეს მოდის ბიბლიაშიც რო ავიღოთ ბიბლიაშიც რო ავიღოთ იქ მაგალითად სიტყვის ესე ვთქვათ პირველ ყოფილ მომენტზე ნათქვამია თავიდან იყო სიტყვა ანუ აქ ახლა რას ლაპარაკობთ ახლა იმ სიტყვის თქმის არა საშუალებით უფალმა შექმნა მთელი ქვეყანა ეს ადამიანი შექმნა ესე იგი უფალს ხო ესეთი დიდი ძალა ჰქონდა სიტყვის სახით შექმნა ეს სამყარო და რახან ადამიანი შექმნა ჩვენ ესეც ვფიქრობთ რომ რახან ადამიანი თავის დარად შექმნა ალბათ ადამიანის სიტყვასაც გარკვეული ზემოქმედება შეუძლია და თან მე ჩამოუწერა მოსეს რომ ჩამოუწერა 10 წნება მე-9 წნებაში რა წერია არა ცილს წამა ცილის წამება დეზინფორმაცია ფაქტურად შემადგენელი ნაწილია ინფორმაციული ომისა და თან ახლა მიაქციეს ყურადღება რომ ეს ცნება ფაქტურად მოყვება იმ ცნებას რომელსაც ქვია არა კაცკლა ანუ კაცის კლასთან გამოწვეული ცოდვა არის ფაქტურად გათანამრებული ანუ უბრალოდ სულ ესე ვთქვათ ეს გავრცელება გათანამრებულია კაცის კლასთან ესეთი ზემოქმედებაც არსებობს და მე ჩვენ კიდე რომ შევხედეთ ესე ვთქვათ აღმოსავლეთის მხარეში ახლებოდა ხო სუცინი რომელიც ლაპარაკობდა რომ თქვენ კი ვიცით რომ ომები უნდა ვაწარმოოთ მაგრამ სანამ ომის წარმოებას თქვენ დაიწყებთო მანამდე ეცადეთო მოწინააღმდეგეო მორალურად გატეხეთო და ერთმანეთს გადაკიდეთო სიტყვითო დეზინფორმაციები გაუშვითო და ის რაც მაგათ პირეული და ფასეული არისო ისო დააკნინეთო დიახ ეს ხდებოდა სიტყვის საშუალებით და უკვე აი როგორც თქვენ ზარეთ მაშინ კი სხვა მიმართულების მეცნიერები იკვლევდნენ სიტყვის ზემოქმედებას ადამიანზე მის ქცევაზე და ჩვენც ვფიქრეთ ხوار შეიძლება რაღაცნაირად მათემატიკურად მონახოთ ის კანონზომიერებები რომელიც აღწერს ამ პროცესს მით უფროს რომ ჩვენ ახლა ოდესაც ვართ აი ესე ვთქვათ გლობალური კომუნიკაციის სფეროში რაც ინტერნეტი ფაქტურად ყოვლის მომსვლელია და შეიძლება ეს კაცი ტელევიზორს არ უყურებს არც რადიოს არ უყურებს და ფაქტურად ინტერნეტის საშუალებით სხვა პლატფორმებიდან სოციალური პლატფორმებიდან ებულობს ინფორმაციას ცხადია დიდია ინფორმაციული წნეხი პოეზია და რახან ჩვენ გვაქვს საქმე ინფორმაციასთან თავიზოზე კოლთ შენონმა მოახდინა ინფორმაციის ესე ვთქვათ გაზომვა ინფორმაციის გაზომა შეგვიძლია ანუ ჩვენი მიზანი იყო დაგვენახა რა თქმა ის ინფორმაციული დაპირისპირება ინფორმაციული ომი როგორც მიმდინარეობს და გაგვირკვია აგვეღწერა ჯერ რაოდენობრივის თვალსაზრისით ეხლა აქ საკითხი ეხლა როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ თვითონ რაღაც წინადადება რომ მოდის ინფორმაციულად ჩვენ შეგვიძლია ის აღორძინოთ
მაგრამ რომელიც წინადადება უნდა აღვიწყოთ ეკუთვნის თუ არა ეს დაუშვათ ინფორმაციული ომის შემადგენელ ნაწილს ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც გვჭირდება ექსპერტული სისტემები ანუ ექსპერტები გვჭირდება რომელიც იმ ნაკადიდან რომელიც მოდის ინფორმაციის ნაკადიდან გამოყოფს რაღაცა ქვენაკადს და იტყვის რომ აი ეს არის მიმართული ასე ვთქვათ საინფორმაციო ომისათვის ინფორმაციული ომის ეს შემადგენელი ნაწილია ანუ ეხლა დღეს ოდესაც უკვე ხელოვნური ინტელექტი ფაქტურად მეორე რაკურს ესე ვთქვათ, სუნთქვას იძენს, იმიტომ რომ 80-იან წლებში, 70-იან წლებში იყო მცდელობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა, მაგრამ მაშინ იქ რაღაც მეცნიერები ჩიხში შევიდნენ, მაგრამ მე მონახეს გზა განვითარებისა და დღეს ესე ვთქვათ, თუ პირველ ნაბიჯებს დგამს ახლა ხელოვნური ინტელექტი და ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ხარვეზები, და ამიტომ ჭირდება ადამიანური რესურსი უფრო ესე ვთქვათ, იყოს ეფექტურად გამოყენებული, მოვადრო და ხელოვნური ინტელექტი ძალიან მაღალ დონეზე შეცვლის ამ ექსპერტულ სისტემებში ადამიანის როლს და ჩვენ ფაქტურად დავაფიქსირებთ იმას მოდის ფრაზა რაღაცა წინადადება მოდის ეს დაუშვათ ინფორმაციულ ომს განეკუთვნება თუ არ განეკუთვნება ანუ ჩვენ რა ვქენით ახლა ფაქტურად ჩავთვალეთ რომ აი ეს ნაკადი ინფორმაციული ომისა გვაქვს მიღებული ანუ მოხდა რაღაცნაირად ის თქვათ გამოყოფა და მე ჩვენ ავწერეთ მე ვნახეთ ახლა რა ქვას როგორი ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება იყოს აი ამ რა ქვას კანონზომიერებებთან ინფორმაციული ომის წარმოების შესაძლებლობები და აღწერეთ მათემატიკური თანაფარდობებით მივიღეთ მოდელი ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებების ესე ვთქვათ სახით აღწერეთ და ქონდა მოდელში განხილული სამი ელემენტი რომელიც მეუბნებოდა ესე იგი არის ერთი მხარე ინფორმაციული ომის არის მეორე მხარე და არის მესამე მხარე მშვიდობის მყოფელი იმიტომ რომ ჩვენ როცა მაშინ იქ ომის პერიოდშიც ვიყავით იყო დაუშვათ ერთი მხარე მეორე მხარე და გაერო დაუშვათ მოდის ყოველთვის და რაღაცნაირად ბალანსი ხო შეიძლება თუ არა აი ამ რაკოს მოდელის საშუალებით მე გამოვიკვლიოთ რა მდგომარეობაა და რა სიტუაციაა სიმართლე გითხრათ თავიდან შეიძლება გაჩერებულიყავით სადაც ეს სულ პირველია მსგავსი ასეთი სისტემური მათემატიკური ჩაწერა აი ამ სახით ბატონ თემურჩილაჩევა სკოლა ეს ეგეთი ეს არის პირველი ესე ვთქვათ ამ მიმართულებით ну ჩვენ ვნახეთ რაღაც ანალოგიური რაღაც მცდელობები იყო დაძაბულობის რაღაც გამოხატვის ამბავში მაგრამ ისეთი რაღაც აბსტრაქცია იყო იქ რომ კონკრეტიკაზე არ გამოდიოდა და ჩვენ ერთად ფაქტურად ვნახეთ საშუალება კონკრეტიკა როგორ დაგვეჭირა ანუ საზოგადოებამ რომ იცოდეს გამოყენებით მათემატიკა ეს რომ აი სწავლობს სხვადასხვა ანუ ადრე პერიოდში დაუშვათ ფიზიკის მოვლენებს სწავლობდა მათემატიკა და ახლა სოციოლოგიაშია ძირითადად სხვა მიმართულებითაც არის მაგრამ სოციოლოგიური კვლევებში მათემატიკას აქვს ძალიან დიდი ბიოლოგიაში დიდი ისა ხო ნუ საზოგადოებამ შეიძლება არის ის ყველა დეტალი სადაც არის დაუშვათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იქ მათემატიკა ესე ვთქვათ ფაქტიურად წამყვანია რა ფაქტიურად ხო და იმიტომ რომ იქ არსებობს ისეთი ზოგადი და უკვე ჩამოყალიბებული კანონზომიერებები ეს თუ გინდათ ფიზიკაში ვთქვათ დაუშვათ ენერგიის შენახვა დაუშვათ და ასე შემდეგ და იმით საშუალებით უკვე შესაძლებელია მოდელების შექმნა და აქ ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო როცა შენ სოციალურ პროცესებთან გაქვს საქმე ხო ესია აქ კანონები არ არის აქ ისეთი კანონები არ არის მაგრამ ჩვენ ესე ვთქვათ რაღაც მოდელირებას გააჩნია ის თვისება რომ შეგვიძლია ჩვენ გადავიტანოთ ერთი რა ქვია მაგას ნააზრევი სხვა მოდელებში ნახო და შეაფასო რამდენად ადეკვატურია შესაძლებელია გადავიტანოთ თუ არა ესეთი მიდგომით ვიმუშავეთ და ესე იგი ჩვენთვის მიზანი იყო რა არის ორი დაპირისპირებული მხარე რომელსაც ერთმანეთს ებრძვის არის მესამე მხარე რომელიც ცდილობს დააშოშკინოს ეს და ჩააქროს იმიტომ რომ ეს აქტუალური იყო მაგას იმიტომ რომ აი ეს მშვიდობის მყოფელები მოდიან და წინდა თუ არა რა და აი უნდა მეთქვა რომ ჩვენ დისერტაციაში ერთ-ერთი თავი უნდა ყოფილიყო დაუშვათ ინფორმაციული ომები მაგრამ ჩვენ მე მოდელირება რომ გავაკეთეთ და ესე ვთქვათ უფრო ღრმად ჩავიხედეთ ამ საკითხებში რა აღმოჩნდა რომ ეს იმდენად მომცველია ესეთი მომცველია რომ თავისთავად არის ამოუწურავი ერთ დისერტაციაშიც კი რა თქმა უნდა და თავი დავადგინეთ ახლა ჩვენ ახლა სხვა მოდელები იქნება ახლა ტექნიკურად შეიძლება ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო არ არის ეს წვირი მოდელებით აღწერ არა წვირი მოდელებით აღწერ ისიც არის და თვითონ მოდელს ხვეწ ეს მათემატიკური მოდელიც არის კომპიუტერული მოდელიც არის გათვლა საჭირო და აღმოჩნდა რომ მოდელირების პრინციპის დროს ჩვენ
მივადექით ერთ საინტერესო მომენტს. ახლა ძალიან ბევრი კონფლიქტია, ინფორმაციული კონფლიქტი, რომელიც პიკის დროს შეიძლება გადავიდეს ცხელფაზაში, არა? და შენ გინდა რომ ეს ინფორმაციული დაპირისპირება ჩააქრო, რომ ცხელფაზაში არ გადავიდეს, ჯგუფები არ დააყარონ ერთმანეთს, ხო ესეა? აღმოჩნდა რომ შემთხვევაში რატო ვერ აღწევს შედეგს შვილობის ყოფილი მხარე? რატო ვერ აშოშმინებს ორივე მხარე? ეს მათემატიკური პასუხია, ხო? მათემატიკური პასუხია. ჩვენ დავადგინეთ ის, რა თქმა უნდა, ზღვარი ბარიერი, რომელამდეც ეფექტი არ არის, მაგრამ რომლის მერეც უკვე ეფექტი დგება და შეუძლია. ნუ იმ პირობებით, რა თქმა უნდა, თუკი ესე იგი ჩვენი ეს ვთქვათ ინფორმაციულ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები გარკვეულწილად პატივს სცემენ. რაღაც დოზით მაინც სამშვიდობო ორგანიზაცია, საბჭოთა სამშვიდობო ორგანიზაცია უფრო წონიანი იქნება, მით უფრო რა თქმა უნდა მეტია შესაძლებლობა იმისა, რომ დამყარდეს მშვიდობა ამ დაპირისპირების მხრივ, მაგრამ იქაც საჭირო არის რაღაცა ბარიერის დოზა იმ დოზამდე მიხვიდე და ფაქტიურად შემდეგ უკვე მუშაობს, ხო? და ჩვენ აქ უკვე ამერიკა ოპტიმალური ამცანახდება, აი როგორ შეიძლება მივახციოთ, რომ ამას ხო რესურსები უნდა, ყველაფერს ინფორმაციის ობის ჩაქრობას ხო რესურსები უნდა, მაშინ როგორი ხარჯები უნდა წავიდეს და უკვე სუფთა მათემატიკური ამოცანა დაისვა და აი ფათაშორი ძალიან ხშირად პრაქტიკა დასვამს ხოლმე ისეთ ამოცანას მათემატიკოსების წინაშე, რომელიც შეიძლება იყოს ახალი მიმართულება. ბატონო ნუგზარ, ბატონი თემურის მეთაურობით საქართველოში ერთ-ერთი სკოლაა, რომ მხოლოდ ამ თემებზე მუშაობს მათემატიკურ მოდელირებაზე. ეს არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეორე კომპიუტერული მოდელებთან ერთად, ხო. მე ახლა ჩვენ სიმართლე გითხრათ, აი ეს თემა რაც დამთავრდა, ბატონი თემური გადაერთო ახლა კიდე სხვა სოციალურ პროცესებში ამ მიმართულებით, ესე იგი ძირითადად რა თქმა უნდა მემიწევდა მუშაობა და ჩვენთვის მე დადგა საკითხი დეзинფორმაციასთან ბრძოლის. როგორც ერთი შემადგენელი ნაწილი ინფორმაციული ომისა და მით უფრო რომ დეзинფორმაციას ბრძოლა ერთ-ერთი ქვაკუთხედია იმ ესე ვთქვათ ჩამოთვლილი ასე ვთქვათ კრიტერიუმებისა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს საქართველოს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. და ეს პირველი წერია ის, რომ აი დეзинფორმაციასთან ბრძოლა, რომელიც ევროკავშირის ესე ვთქვათ მისწრაფების დეзинფორმაციას ახდენს, იმის წინააღმდეგ უნდა იყოს ბრძოლა. და საერთოდ დეзинფორმაცია არის ძალიან ცუდი. ფაქტიურად თუკი ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული ინფორმაციულ გარემოზე, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო, იგივე ვთქვათ არჩევნებში, არა? მიდიხარ არჩევნებში და ფაქტიურად იმის მაგია რომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება, შენ პოზიცია და twin გაქვს არეული გამორიცხილი, აი ამ ზემოქმედების შესახებ და ღებულობ სტარტ გადაწყვეტილებას და შესაბამისად მე ცხოვრებაც ასეთნაირად გაგრძელდება. ანუ არჩევანი ხოთაშორის თქვენ ბიბლიიდან დაიწყეთ ადამიანმა არჩევანი გააკეთა გველის კარნახით, ხო, რომ აერჩია ვაშლი შეეჭამა. ხოთაშორის იმ ჩვენს მონოგრაფიაში უბრალოდ პირველი მაგალითი ინფორმაციული ისა ეს არის, რომ ინფორმაციულად იმუსახელობ ჯერ ევაც თუნა, ხო, სიტყვით მე ევამ რა ქვას ადამი და აფაქტურად განუდგნენ. ანუ საზოგადოება რომ იცოდეს, ოდითგან მოდის ეს ინფორმაციული ომი და ზემოქმედებას ახდენს ადამიანს. ხო და აი მაგრამ მოხსოვს ყურადღება რა ქნა როგორ დასაჯამერი უბრალოდ ადამიანი როდესაც რა ქვას არ გაებამ დეзинფორმაციაში თუ ინფორმაციულ ომში. ფაქტობრივად გამდევნა ხო სამ. ჩვენ რამე საშუალება გვაქვს ბატონო ნუგზარ ისეთ რომ აი ამ დეзинფორმაციისთვის კრიტერიუმები მათემატიკურად რამე შესაძლებელი მოხდა თქვენი კვლევების შესაბამისად რამე ისეთი. ახლა ძალიან მარტივი არ არის რომ ეს ძალიან რთული პროცესია. ბოლო ესე ვთქვათ მიმართულება ჩემი ესე კვლევისა, ну აქ ახლა ერთი პერიოდი იყო, რა თქმა უნდა, იქ კოვიდის პერიოდი იყო და იქ ქონდა რა თქმა უნდა კვლევები, აი ვთქვათ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კვლევები და საინტერესო შედეგები მივიღეთ იქაც და მე სხვათა შორის ვირუსის გავრცელების ესე ვთქვათ მოდელი, ანუ ასე ვთქვათ ანალოგის გადმოვიყვანე იმაში როგორც დეзинფორმაციის ფორმულა მათემატიკურად ერთნაირად იწერება ეს განტოლება. ხო, იმიტომ რომ კომპლემენტარული მიდგომაა, ესე იგი საზოგადოება იყოფა დაუშვათ იმ ჯგუფებად, რომელიც დაუშვათ ჯერ ხელუხლებელია დაუშვათ, მაგრამ პოტენციალურად შეიძლება როგორც დეзинფორმაციის სკვერპლი გახდეს. ერთი ჯგუფი, რომელიც უკვე გახდა დეзинფორმაციული, ესე ვთქვათ, გავლენის ქვეშ და მესამე, რომელსაც ესე ვთქვათ, თქვა რომ არაო, მე უკვე
გავიარე ეს ეტაპი, იმუნიტეტი მაქვს ამ დეზინფორმაციის და არა მაქვს და ესე იგი ფაქტობრივად მაქვს საზოგადოება დაყოფილი სამ ჯგუფად, ფაქტობრივად და კომპლემენტარული ესე მიდგომა ნიშნავს, რომ როგორ ხდება გადასვლა ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფში და ამის აღწერა მათემატიკური წესით. აი ეგეთი მიდგომა გავაკეთეთ და ფაქტობრივად სხვადასხვა დონის მოდელები იწერება, იხვეწება ეს მოდელი და მაგალითად ახლა სულ ბოლო კვლევების დროს რა აღმოჩნდა, იცი რომ ჩვენ შეგვიძლია დაუშვათ მართლაც კონტრა ესე ვთქვათ გონიზებები ჩავატაროთ ამ დეზინფორმაციის საწინააღმდეგო და დეზინფორმაციული ესე ვთქვათ ნაკადი რომელიც ძირითადი მაჩვენებელია უნდა იყოს რამდენი ყავს ჩვენ ჯგუფში რომელიც არის ესე ვთქვათ აფილირებული აი ამ იმასთან დეზინფორმაციასთან თუ ის შეამცირე შენ მაშინ აკოს კარგად აქვს საქმე რომ საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას ვთქვათ არჩევნებისთვის თუ რაღაც პერიოდისათვის მაგრამ აღმოჩნდა რომ კი შენ დროის გარკვეულ პერიოდში მართლაც მიაღწევ ამ შედეგს მაგრამ ნახეთ რა სიტუაცია არის დროის ის მონაკვეთი განსაკუთრებით საწყისში როცა დეზინფორმაცია უცებია იღებს ეს უკვე ძალას რომ მოსახლეობის შეიძლება 3/4-იც იყოს რა თქმა უნდა უკვე ხო ადეპტი აი ამ დეზინფორმაციისა და შენ თუ რა თქმა უნდა გინდა დაუშვათ იყოს დაუშვათ რაღაც ტედი დროში რომ აი ხარჩევნებია და ხალხი მოვიდეს გონება დაწყობილი და არ იყოს ზეგავლენა ამ დეზინფორმაციისა მანამდე შეგიძლია ხან იყო მაქსიმალური რაოდენობა ადეპტებისა მანამდე მოითხოვონ შეიძლება რა მოითხოვონ რომ ჩატარდეს ადამიანელი არჩევნები რა სხვა ღონისძიებები და ფაქტიურად გამოდის რომ დეზინფორმაციის ესე ვთქვათ დონე როგორი არის საზოგადოებაში ამის ესე ვთქვათ მეთვალყურეობა უნდა იყოს დროის ნებისმიერ მომენტში და არ უნდა ეცადო რომ მხოლოდ ბოლოში მაინტერესებს იმიტომ რომ შენ ეს პროცესი შეიძლება გავიქცეს ამაზე დაკვირვებას რამე ორგანიზაცია აკეთებს სოციოლოგები დეზინფორმაციისა და როგორ შენერდეს ამას არც ერთ ინსტიტუტია არ მუშაობს ამ მართლაც მე მგონი ეს ის იმიტომ რომ თქვენ გაქვთ მათემატიკური მოდელი კომპიუტერული მოდელი შექმნილი მისი ამოხსნა გაქვთ შედეგები გაქვთ რომელიც მე პრაქტიკაში იქნას უნდა გამოყენებული და ამ შედეგს პრაქტიკაში ერთადერთი დაუშვათ რაც მოხდა და დაუშვათ სახელმწიფომ ხელი შეუწყო ამ ჩვენს კვლევას ის არის რომ აი პოსტდოკის პროგრამა რომ არის რუსთაველის ფონდში შევიტანეთ გაცხადება და იქ ჩვენ დავაფინანსეს 2 წელი მუშაობდით და ძალიან ინტენსიურად მუშაობდით სხვა მხრივ რა თქმა უნდა სახელმწიფოს მიმართულებით ინტერესი არ გამოუჩენია მაგრამ ერთი რამე შევატყვე რომ ჩვენს ესე ვთქვათ სტატიებს მოხსენებებს უცხოეთში შვენივრად იღებენ და ერთი ის მქონდა რა ქვია ამას კონტაქტი მქონდა ანუ ციტირება ხდება ძალიან დიდად ციტირება კი ხდება მაგრამ უფრო მეც გეტყვით რომ როდესაც მე დავინტერესდი ერთ-ერთი ნატოს ქვეყნის ესე ვთქვათ წევრი ქვეყნის ერთ-ერთ ესე ვთქვათ მილიტარისტულ უაღრეს სასწავლებელში აი თქვენ ამ საკითხებს როგორ ასწავლისთ და მომიხვდნენ ფაქტურად ის მიდგომა რა ხო და გამეღიმა მივხვდი იმიტომ რომ შენ იმ ადამიანთან ვისაც გქონდა ადრესს გქონდა ურთიერთობა და გადაიკვეთა და იცი ძალიან კარგად და ეს research gate რომ არის ეს სამეცნიერო პორტალი იქ სხვათა შორის ატყობ ვინ აი ინტერესდება შენი რა თქოს დაშრომები და მე მივხვდი რომ რა თქოს იმ გასმას აი ხო და ღმერთმა გამომორჩა მაგრამ თქვენი გამოყენებული მეთოდი თქვენი რომ არის ეს არ დაუწერიათ არის ისინი თვითონ აკეთებენ იქ და დეტალებში მე აღარ მიკითხე შეიძლება კიდეც ციტირებას ახდენენ კიდეც მაგრამ თავარია ის არის რომ მე თვითონაც შეიძლება რაღაცები შემარტეს და ამის გამოყენება შეიძლება ჩვენი მიზანი რა იყო იცი ყველაფერი ეს მოგვიქცია ავტომატიზირებული სისტემის დონეზე რომ შენ გააქვს საშუალება უცებ მიხვდე რომ მიდის ინფორმაციული ომი და შენ და აი ამ დეზინფორმაცია მოდის ძალიან დიდი და აქ შეიძლება შენ პასუხი გასცე ხო ესია და როგორ უნდა გასცე როგორია ოპტიმალური გადაწყვეტა ამ შემთხვევაში ეგეთი სიტუაცია ანუ გამოდის ბატონო ნუგზა რომ ეს მოდელები რომელსაც ქმნის ბატონი თემური ეს თქვენ მიმართულებით ჩვენ მიმართულებით ძალიან საოცარია ეს რომ სხვაგან ჯერ მსგავსი ეს მოდელები არ შექმნილა და ფაქტობრივად უნდა ვუთხრათ რომ ქართულ ტელემაყურებლებს ქართული მათემატიკური სკოლა მათემატიკური მოდელირებისა და კომპიუტერული მოდელირების მიმართულებით ერთ-ერთი პირველია ამ თემის კვლევაში.
ანუ არჩევნების თემაზეც საუბრობდით თქვენ ამ მიმართულებითაც აქვს ბატონ თემურს კვლევა და ბატონ თემურს კი თავის დოქტორანტებთან კი აქვს საარჩევნო სისტემასთან ლაპარაკი კვლევით ჩატარებული, მაგრამ მე ლაპარაკობდი უფრო ინფორმაციის ესე ვთქვათ ზეგავლენა როგორ შეიძლება მოხდეს არჩევნებზე და ამიტომ არჩევნების დროისათვის როგორ მივახსენოთ იმას, რომ საზოგადოებაში რა თქმა უნდა დეზინფორმაციის ადეპტები იყოს რაც შეიძლება მცირე. Ну შეიძლება ითქვათ, რომ დაუშვათ მისაღები იქნება, ეხლა განსხვავებული აზრის არსებობა ამას ვერავინ უარყოფს და მაგრამ ესეთი აზრებიც არ უნდა იყოს დააქციოს მე ქვეყანა ხო და თუ მაგალითად მიღებული ევროპულ ქვეყანაში რაღაცა 5% დეზინფორმაციისა ან რაღაც განსხვავებული აზრი არსებობს და ის 5% ამომრჩეველისა ვერ გაიყვანს პარლამენტში თავის ხალხს, ესე იგი შენ თუ მიაღწია იმას, რომ აი დეზინფორმაციის ადეპტები იყვნენ გაზარდო ხო მაგრამ ეხლა რა შეესაქმე ეს ძალიან სახიფათო მომენტიც არის როგორ იცი დეზინფორმაციას უძახით მაგრამ ვინ რა შეიძლება დაურქვას რაღაცა ინფორმაციულ ნაკადს დეზინფორმაციულია ხო ეს ძალიან სახიფათო მომენტიც არის იმიტომ რომ შენ შეგიძლია საღი აზრიდან წამოსული ესე ვთქვათ ინფორმაციები ის შეთვალო დაბლოკო და თქვა რომ რაღაც დეზინფორმაცია არის აი Facebook-ზე ხდება ეს ხო და ეგ სახიფათოა ანუ გონიერი ხელისუფალიც უნდა იყოს, საზოგადოებაც უნდა იყოს იმ დონეზე, რომ ვთქვათ ამ მარწუხებში, აი ამ აკვანში არ ჩააძვინოს ის პროკუსტეს ლოჟას როუძოლ თავის ამბავში, ხო? ესეთი რაღაც არ მოხდეს, ამიტომ მეცნიერებს ხო ესეთი თვისება აქვს, ხანდახან რაღაცას გააკეთებენ კაი თვისებებს, აი მომენტებისთვის და მე აღმოჩნდება ხალხი ვიღაცა, რომელიც სულ გამოყენებულია გამოიყენებს ამას. აი აინშტაინის თეორია ხო გამოყენებული იქნა მე სხვა მიმართულებით. კი, რა თქმა უნდა, ატომური ბომბის მომენტია, ხო? ეხლა ამხელა ენერგია გამოანთავისუფლა პატარა დაუშვათ. ხო, მაგრამ მაინც საჭიროა ბატონო ნუგზა რამის შესწავლა იმისთვის არ შეუქმნია რომ ხალხი დაიხოც არამედ ყოველ შემთხვევაში 70 წელი მშვიდობა იყო. ხო, თავისთავად საინტერესოა, იმიტომ რომ შეძლებდი რა თქმა უნდა, ასიღრმისეულად ბუნების კანონებს აღმოაჩენდა. ეგეთი მდგომარეობა და უბრალოდ სოციოლოგიაში, სოციალურ მიმართულებაში რა არის ახალი და როგორ ზემოქმედების მომენტია. რა თქმა უნდა, როგორ გამოიყენებ ამას, ეს უკვე სხვა საკითხია, ეს მეცნიერებთან ყოველთვის დგას ეგ საკითხი. ეს გააჩნია ყველა საკითხს, ახლა მობილურს როგორ გამოიყენებ, დასარეკად გვაქვს საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ შეიძლება სხვა უარყოფითი მოვლენებიც კონდეს. ყველა ფაქტს, ყველა რაღაც ელემენტს აქვს თავისი უარყოფითი, მაგრამ ჩვენ ძირითადად მაინც მეცნიერება იმ მიმართულებით მიმდინარეობს, რომ სასარგებლო იყოს ადამიანისთვის, ადამიანმა უკეთესად რომ იცხოვროს. აი, მაგათაც სალონში არის ასეთი სიტყვა, უგალობოდ ღმერთსა მეცნიერებით. ამიტომ ეს შემეცნება აუცილებელია, მეცნიერება აუცილებელია ადამიანის ახლა ჩვენ ასე რომ ვესაუბრებით საზოგადოებას მეცნიერული კვლევის შედეგად ეს ყველაფერი მიღებული სამედიცინო განვითარება ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება ამ კუთხით მიმდინარეობს, იმიტომ რომ ადამიანი უკეთესად იცხოვროს და მეცნიერები სწორედ ამისთვის იღვწია. რა თქმა უნდა, მაგრამ ის მომენტიც გვარსებობს, როგორ გამოიყენებ ამ წოდნას. ხო ესია. აი, არის ეს ბიბლიაში როგორ გამოიყენა ვაშლი ადამიანმა. ნუ ეხლა მე არ ვიცი რა ვაშლი შეჭამა. ეს პირობებია. ჭამა არის, აი მაგათად რადგან ეს სიტყვა ჭამა ბრძანეთ, ჩვენმა ტელემაყურებელმა იცის რომ იოანეს სახარებაში წერია ესეთი ღმერთმა მიცა წიგნი იოანეს და უნება შეჭამეო, ანუ შეითვისეო. ანუ ჭამა აქ ამ გაგებით არის ამ გაგებით ხო შეითვისა ჯერ რომელიც არ იყო განკუთვნილი მისთვის. ანუ ადრე შეითვისა და აი საინფორმაციო საკითხებთან თქვენ რომ ამბობს ინფორმაციული ველებია ეს ალბათ რაღაცა ფორმით. ნაკადებია. ხო, ნაკადები რაღაცა და ძალიან საინტერესოა. როგორ გითხრათ, მეტად საინტერესოა. და კიდევ ვიამბეთ აი საზოგადოებამ უფრო კარგად იცოდეს ბევრი დეტალი. ეხლა დეტალი ცოტა სიღრმისეულად რომ შეხვალოს ამისი ესე ვთქვათ მომზადება საჭირო მაგალითად ჩვენ გქონდა ეგეთი მიდგომაც კიდე შეგვესწავლა ესეთი პროცესი როდესაც რამდენიმე წყარო არის დეზინფორმაციის ერთი კი არა რამდენიმე წყაროა ვითომ შეიძლება ეს დაიყვანო დაუშვათ ერთ წყარომდე ეს რამდენიმე წყარო მაგრამ რამდენიმე წყაროს შემთხვევაში შეიძლება ეს კვლევები ჩაატარო კიდეც და ფაქტიურად მიიღო ესეთი შედეგი ხო ესია
მე ახლა ჩვენ ცოტას გავუსწრებ მოვლენებს და მითქვი რომ დეზინფორმაცია არის შემადგენელი ნაწილი პროპაგანდისა საერთოდ ხო პროპაგანდისტის იმის მაგრამ თვითონ პროპაგანდა შეიძლება შეიცავდეს რაღაც ისეთ ნაწილს რომელიც დასაშვებია და დეზინფორმაციული არ არის და ამას მიბმული აქვს დეზინფორმაციული მომენტი ანუ უკვე რა თქმა უნდა გება ამოცანა მოდის რაღაცა ნაკადი რომელიც არის როგორც პროპაგანდა და მაშინ შეპარული დეზინფორმაცია მოხდეს ამათი გამოცალკავება რაღაც ხო იმიტომ რომ ჩვენ ბოლო-ბოლო ფრთხილად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს რომ ნახოთ სადაც საშვებია და უშუალოდ განსხვავებული აზრი არსებობდეს კი შეიძლება სტარი მაგალითად მაგრამ ის კაცი ასე ფიქრობს ადამიანია და გამიზნულად დეზინფორმაციული ნაკადი რომელიც იქით რა ქვია მაგას გამიზნულია იმისთვის რომ ადამიანი შეიყვანოს შეცდომაში ხო აი ეგეთი მომენტებზე ვფიქრობთ ახლა ჩვენ და რაღაცების იმედები გვაქვს რომ წარმატებული შეიძლება იყოს და ყველაზე უფრო საინტერესო მაინც არის რომ მოვახდინოთ ამის ავტომატიზაცია და დღეს რომ გქონდეს საშუალება ავტომატიზაციაში პრაქტიკიზაციას გულისხმობთ? ავტომატიზაციაში რა არის ის პროცესი რომელიც ესე ვთქვათ ჩვენ ახლა აღწერეთ ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ იმ სისტემაში ნუ ესე ვთქვათ აი კომპიუტერის საშუალებით იყოს რომ აი ეს პროცესები ყველაფერი დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან და გადაწყვეტილების მიღების დროს ის შეგეკითხება აი ესეთი გადაწყვეტილება მისაღებია მივიღო თუ არ მივიღო შენ ჩართული ხარ გეუბნება რა თქმა უნდა რაღაც რეკომენდაციას გაძლევს შენ იღებ ამ გადაწყვეტილებას აი ინფორმაციულ და უშუალოდ ომში იცვლება რაღაცა მდგომარეობა ანუ თქვენ ფიქრობთ რომ სახელმწიფოს სინერგეტიკული კვლევების მიმდევრობით უნდა ყავდეს რჩევლები თუ როგორი ფორმით აი ეს ახლა ხო შედეგია რა გზა უნდა ირჩიოს და ამ მიმართულებით არაფერი არ ხდება ხო თუ როგორ არის ну არც შეიძლება რა თქმა უნდა აი სოციოლოგები რომელიც არიან და შიგაკვლევები აქვთ ამ პარტიებს და აკეთებენ რაღაც მათემატიკური კვლევები არ აქვს მაგათ რას იყენებენ როგორ იყენებენ მე არ ვიცი მაგათ რომ გამოდის უშუალოდ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი და მე გინდა თუ რა ამდენი ხმა უნდა ავიღო და საიდან მოაქვს როგორ მოაქვს რა ის არის გამოკითხვას აკეთებს თავისებური ხო გამოკითხვის ამბავია ეს თქმა უნდა ხო მაგრამ მე დამუშავება როგორ არის ეს არის თუ არა მართლაც ხო ამბობენ რომ უნდა მიუთითო წყარო ვინ გაგიკეთაო რა მეთოდით გააკეთეო და შენ თუ ამას არ მიუთითებ და უკვე ესე ვთქვათ მოდის კითხვა ეს რა თქმა უნდა დეზინფორმაცია თუ უბრალოდ ინფორმაცია და ამ შემთხვევაში შეიძლება რა თქმა უნდა გაიაროს აი ამ ფილტრში აი ამ სისტემაში შევიდეს ავტომატიზირებულ სისტემაში ავტომატური სისტემა კი არა ავტომატიზირებული იმიტომ რომ ეს ისეთი სისტემაა რომელიც კი იქ რა თქმა უნდა ჩვენ კომპიუტერი გვაქვს ჩართული მუშაობს მაგრამ გადაწყვეტილებას ბოლო-ბოლო ადამიანი იღებს ხო და ამიტომ კი ავტომატიზირებული ადამიანის ელემენტი მასში არსებობს ну არ ვიცი ახლა რა თქმა უნდა არსებობს სხვა ფონდები არსებობს რაღაც დაინტერესება ახლა მივაქცია ყურადღება რომ სახელმწიფომ გარდა იმისა რომ არის უსწავლის ფონდი და უშუალოდ რომელიც ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს და უშუალოდ მეცნიერების ესე ვთქვათ განვითარებას მასაში თავის მასაში რაღაც თვითონაც ამბობენ კიო ჩვენო რა თქმა უნდა ვაფინანსებთ გარკვეულ პროექტს მაგრამ რომელსაც ვერ ვაფინანსებთ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ცუდიაო ფული აღარ აქვს თუ რამდენი ფული არ აქვს და ეხლა გამოჩნდა რაღაც ალტერნატიული საშუალება აი გრანტების მხრივ სააგენტოების მხრივ და ნახოთ ეხლა თუ ეს წავა არა მარტო რა ხოს საზოგადოების ესე ვთქვათ უშუალოდ აი არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისა მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციაც არის და უშუალოდ ჩვენი მეცნიერებათა აკადემია ხო ესია თუ მეცნიერებაც ჩაერთვა ამ ამბავში და თან ესეთი პრაქტიკული გამოსავალი რაც აქვს თქვენ ჩვენს მეცნიერებას და სოციოლოგიაში მე იმუშავებს და უგუგება იქნება სოციოლოგიაში და რატომაც არა ანუ ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ბრძანდებით თქვენ და რა შეგვიძლია ამ მიმართულებით გითხრათ ჩვენ გვაქვს იქ მაგალითად ინსტიტუტები გვაქვს ხო ეს და ერთ-ერთი ინსტიტუტი არის კომპიუტერულ მეცნიერებათა ინსტიტუტი და მე ახლა წარმოვადგენ ამ ინსტიტუტს და მისი დირექტორი გახლავართ და ფაქტობრივად ჩვენ მაგალითად ინსტიტუციური განვითარება რომ მოახერხოთ და უშუალოდ ჩვენი აკადემიის და მათ შორის ჩვენი ინსტიტუტისა ძალიან კარგი იქნება გვექნება სახსრები, რომ ის კვლევა უფრო ჩავატაროთ და მზა პროდუქტის სახით შევთავაზოთ და უშუალოდ საზოგადოებას იგივე სახელმწიფოს ბოლო-ბოლო რა ვიცი ხო ვის როგორ დაინტერესებს და ამ მხრივ მე მივესალმები აი ამ ნუნავის
თქვენთან გონი იყო ხო ეს ინსტიტუციური განვითარების გრანტი ახლა 700.000-იანი ახლახან გამოცხადდა. ადრე იყო მცირე გრანტი. აგვისტოში ჩვენ შევიტანეთ პასუხს ველოდებით აგერ 11-მდე 700.000 ლარის გრანტი. ეს არის ძალიან საინტერესო იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება IP ორგანიზაციებს რომ ინსტიტუციურად განვითარდეს სტრუქტურა, ყველაფერი მეცნიერულად, მისი ტექნიკა, გასვლითი ღონისძიების ჩატარება და ამ მხრივ ფაზის აკადემია და ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია ერთმანეთთან მუშაობს და ჩვენ გევგმავთ მომავალ წლისთვის მსგავსი ღონისძიებები ჩავატაროთ და ეს ძალიან კარგი არის. ეს ნაბიჯი, რომ თქვა ასე, სახელმწიფომ სწორად გადადგა. მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ადრეც შეიძლებოდა და ამბობენ, რომ ადრე ჩვენ არ შეგვეძლოდა. აი თქვენ რადგანაც თქვით რუსთაველის ფონდი ვერ აკმაყოფილებს, იმიტომ თანხის თვალსაზრისით მცირეა და თვითონ ბოდიშის მოხდი გვეუბნებია, რომ თუ ვერ გავიდა თქვენი პროექტი, არა, ფული არ აქვს. 30 წელია საქართველოს დამოუკიდებელი და მეცნიერების განვითარებისთვის უფრო მეტი უნდა დახარჯულიყო ფული. საერთოდ მე ასე ვფიქრობდა. კარგით რომ გვიან მიხვდნენ, მაგრამ მაინც საერთოდ არ მიხვდნენ ეს რაღაც ჯობია. ინდიკატორად შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია. რა ფუნქცია აქვს ახლა მას? ყველა ინსტიტუტები რაც იყო ჩამოართვეს კი დაუშვათ უნივერსიტეტებს. კი კვლევა და სწავლა ერთად იყოს გასაგებია, მაგრამ იქ ხო დარჩენენ მეცნიერებია რა იმაში და რა არის მისი ძირითადი ფუნქცია? რჩეველი სახელმწიფოს. მაგრამ გარდაიცა კლუბად გადაიქცა და რამდენი რჩევა გათვალისწინებული ვიცით ჩვენ? რაღაც ანგარიშები არსებობს ეგეთი რაღაცა. მე არ მაქვს წარმოდგენა ზოგადად, მაგრამ ისე სინერგეტიკული კლევის სინერგეტიკული ჯგუფი, როგორც ბატონი თემური ამბობს, უნდა ყავდეს სახელმწიფო წარმომადგენელს, მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, კიდევ სოციოლოგები და სხვები და ეს დაუშვათ თუ ასეთი რჩევა აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ეს უნდა ჩანდეს და ეს ნამდვილად არ ჩანს. სინერგეტიკული ტიპის კვლევებს რომ ითვალისწინებს ახლანდელი სახელმწიფო სტრუქტურები, ეს თავისთავად ჩანს რომ არანაირი კავშირი არ არის ამ მხრივ. ჩვენ რა თქმა უნდა აღიაროთ ის, რომ მათემატიკური სკოლა და ფიზიკის სკოლა ჩვენ ძალიან ძლიერია. ეხლა რო გადახედოთ დაუშვათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქ ციტირების ინდექსი, რომელიც აჩვენებს მეცნიერები, ესე ვთქვათ, არიან გავლენის მქონე, ხო, იმპაქტი გააჩნიათ. ხო, იქ პირველ ადგილზე არის ფიზიკოსები არიან, ასტრონომები, ფიზიკოსები, ეხლა ბევრი არის გასული, დაუშვათ ცენტრში მუშაობენ კიდე და მე მოდის მათემატიკების. ეს ამ ხრივ ჩვენ ძალიან კარგი სკოლა გვაქვს და გასაგებია, რომ ისინი ხელისუფლების დახმარების გარეშეც ახერხებენ, იმიტომ რომ გასულია ეს. გასულები არიან ხო, მაგრამ აი ეს მიმართულება, რაც მე ფაქტობრივად აი სოციოლოგიასთან დაკავშირებულია და სინერგიული ესე ვთქვათ დისციპლინათა შორის კვლევებია ჩასატარებელი. აი იქ ხარდაჭერა თუ არ იქნება, არა? ჩვენ ჩამორჩებით ძალიან წამყვანობას, მაგრამ მინდა მაშინ დავსვას კითხვა. უნდა ჩვენს ხელისუფალს მეცნიერება განვითარდეს, ან რა წელში უნდა განვითარდეს მეცნიერება. აი ეს კითხვა მისთვის არის უფრო უკეთესი, იმიტომ რომ თუ ადამიანს ხერხემალი უნდა, მეცნიერება სახელმწიფო მართვაში ხერხემალი. თუ ამას ვერ ითვალისწინებს, არ გამოვა. ეხლა ჩვენი დონის ქვეყნისათვის მე მახსენდება ილია თაუხელაძის მონაპოლი, რომ თავის დროზე 60-იან წლებში ნილს ბორნი ჩამოსულია და ეს კაცი რა თქმა უნდა გვეუბნებაო, რომ ჩვენო დანიაშიო არჩეული გვაქვს ერთი სფერო, დაუშვათ აი ამ ძის ნაწარმის გადამუშავება, მე როგორ ისი შევფუთოთ, როგორნაირი ფორმით და ასეთნაირად ეს ტექნოლოგიური პროცესი გააზრებული მეცნიერულად. ამგენად და ანუ დანიამ ყველაფერს კი არ მოკიდა ხელი. პრიორიტეტები გამოყო. ხო, რაც საჭიროა და ჩვენთან რა არის ახლა ეგ საჭირო? ეს პრიორიტეტები ჩვენ მე ვერ დავინახე შეიძლება. 12 დაასახელეს და მე ძალიან მეღიმება 12 პრიორიტეტი ერთ წელიწადში ქვეყანას არ შეუძლია. იაპონიას წელიწადში აქვს 4 პრიორიტეტი. და თქვენ ახლა გაფრთხილებაში გრანტთან დაკავშირებით? არა. ჩვენს გრანტი არის ზოგადად გრანტი მიმართულებებზე ლაპარაკობ. ზოგადად სახელმწიფომ რაღაცა 3 თუ 4 წლის წინ 12 პრიორიტეტი გამოაცხადა. 12 პრიორიტეტს საქართველოს კი არა, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ უძლებს იმხელა ის უნდა. ანუ წლების მიხედვით უნდა იყოს პრიორიტეტები და თქვენ აი ფაზისის აკადემია
რატომ შეიქმნა ჩვენ საერთოდ ვართ მეცნიერების ქვეყანა ეს აჩვენა ისტორიამ და თუ ეხლა მომავალში ეს არ გვინდა ქართველს ძირითადად მე რაც შევისწავლე მენტალიტეტით სწავლისადმი აქვს დიდი მიდრეკილება და დიდ ენერგიას უთმობს ჩვენი ტრადიციული ცხოვრება სწორედ სწავლაა ანუ რუსთაველი დაუშვებიც არიან ერები რომელთაც საერთოდ ტრადიცია არ აქვს სწავლის ანუ სკოლები არ აქვს აი მაგალითად თურქეთს არც ერთი სამეცნიერო სკოლა არ ქონდა ახლა დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის რომ სკოლები შეიქმნას ხო და ჩვენ ეს გვაქვს ეს ღირებულება და რატომ უნდა დავკარგოთ და ამ ხრივ თუ იფიქრებენ მათვისაც სასარგებლო მაგრამ რამე კიდევ რეაქციო ყურადღება თქვენი და ჩვენ მაყურებლების რომ უნდა იყოს თანხwebdriver ესე იგი წარმოთქმულ ესე ვთქვათ დასახულ მიზნებსა და მის რეალიზაციას შორის. აი, როდესაც ეს გრანტიაზე როქნა საუბარი და გამოცხადდა, ხო, იმ 12 მიმართულებიდან. ერთ-ერთი მიმართულება საგარეო ურთიერთობა და იმაში ჩაწერილი არის კი დეзинფორმაციასთან ბრძოლის. ეს კარგია. მე არ მახსოვდა ეს ადგილი. ის დეзинფორმაციასთან ბრძოლის მომენტია და შეგაი ადამიანი, როდესაც საგარეო ევროკავშირი გეუბნება, რომ დეзинფორმაციასთან ბრძოლა გააძლიერეო. თქვენ ხო შეგიძლიათ უთხრათ, აი ვაძლიერებთ. მეცნიერული კვლევები გვაქვს ამ მიმართულებით და ერთი კაცი მაინც მომივიდა და ესე ვთქვათ, ხო უნდა არსებობდეს რაღაცა ჯგუფი, მაგალითად ამერიკაში იყო ხალხი, რომელიც ონივერ ბუში იყო და ფაქტობრივად მეცნიერების მხრივ განვითარებაზე პრეზიდენტთან იყო უშუალოდ. დაკავშირებული. აქ ეხლა ამ ჩვენს რეკოს იმას მთავრობას ვინმე ეუბნება, აი ყავს ესეთი მეცნიერები, რომელიც ამა და ამ იმაში მუშაობენ. ან დაუშვათ გასაკეთებელია ესა და ეს პროგრამა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია უნდა აკეთებდეს. ჩემი აზრით შეველია და ეკითხებიან რამეს ეს მაინტერესებს ძალიან მაინტერესებს მგონია რომ რამეს ეკითხებიან თუ არა ძალიან მაინტერესებს არა მგონია ფაქტობრივად მეცნიერება უფრო მეტად უნდა იყოს მაღალ დონეზე წარმოდგენილი ახლა ჩვენ გამოგვდის საქართველოს რომ მეცნიერი თხოვს სახელმწიფო პირს პირიქით სახელმწიფო პირი უნდა თხოვდეს მეცნიერს რომ შეუკვეთოს და აი სწორედ ეს გრანტი მე ვფიქრობ რომ ასე სლაზია თუ ეს ასე გაგრძელდა მაშინ ჩვენ შეიძლება ვდგავართ რაღაც გასწორების გზაზე. მაგრამ ეს ადრეც შეიძლებოდა ბატონო ნუგზარის გაკეთებული აღარ დაუბრუნდებით ეხლა ამ წინადადებას. ბატონო ნუგზარი, თქვენი საუბარი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. სოციოლოგიურ კვლევებში განსაკუთრებით ინფორმაციულ ნაკადების შესწავლა ხდება მათემატიკურად. ეს საზოგადოება ბევრმა არ იცის და ისეთი კარგი შედეგები გაქვთ მიღებული, რომელიც პრაქტიკულად შესაძლებელია ეს გამოყენებული იყოს. და ამ ხრივ მე აღნიშნავ კიდევ ერთხელ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბატონი თემურის მეთაურობით და თქვენი ყველა მისი სკოლის წარმომადგენლები ერთ-ერთ დიდი წარმატებულად მუშაობენ. მე არ ვიცი ახლა იმდანად კი ვარ მათემატიკოსი, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსგავსი შედეგები თუ აქვს ეგ ნამდვილად არ ვიცი. ბადოლოგია დიდი მადლობა ასეთი რეკოს კარგი სიტყვებისთვის და თქვათ ობიექტურობისთვის მოდით ისიც ვთქვათ, რომ ქართული უნივერსიტეტი, რომელიც პატრიარქთან არის აფილირებული, იმან ხელი შეუწყო პირველი კვლევები ყოფილიყო იქ. ხო, მაგრამ უნდა გაგრძელებულიყო მათემატიკური სკოლა. ამაზე მაქვს მე ცოტა იქ მე მგონი მათემატიკური მიმართულება წავიდა რა ქვია სკოლაში. შეამცირეს ეს. ესეც უნდა ვთქვათ, ბატონო ნუგზარი, რომ იქ დიდი კარგი სკოლა იყო ფაქტობრივად მათემატიკოსების და საერთოდ გაუქმდა მათემატიკა. მე ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ პირველი ჩემი ალმა მატერი ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აი მე სიამოვნა რომ იქ გავატარე 3 წელი დოქტორანტურაში ისეთი ატმოსფერო იყო რა და ისეთი მეცნიერები იყო ბატონი ჰამლეტი მაგალითად ჩვენი მე დეკანი ანუ წერეთელი კიდე ძალიან კარგი ატმოსფერო იყო რა. აი ფიქრობენ რომ დღეს შემოსავალი თუ აქვს ამ მიმართულებს, მაგრამ ეს ისეთი საკითხია რომელიც შემოსავალს ახლა კი არა რაღაც პერიოდის შემდეგ იძლევა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს რომ მათემატიკური მიმართულება იქ დღეს არ გაგრძელდა, იმიტომ რომ თქვენ არაჩვეულებრივი შედეგები გაქვთ მიღებული ქართულ უნივერსიტეტში და ფაქტობრივად ბატონო ნუგზარ ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება უფრო ფართოდ გავაცნოთ ქართულ საზოგადოებას თქვენი კვლევები საერთოდ ახლა ამ შემთხვევაში მე ვიტყვი რომ ეს მაინც დაკავშირებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, იმიტომ რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხართ ყველანი. დიახ და სტატიები რომელიც გამოდის მიკითებული არის ზუსტად ამიტომ აი აქ ხაზგასმით უნდა ვთქვა რომ ტოლილმა უნივერსიტეტმა შეძლო დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქვა და აი გაითვალისწინოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყოველ შემთხვევაში რომ აი ესეთი მაღალი დონის მათემატიკური სკოლა
არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათემატიკური, ალბათ კიბერნეტიკული ინფორმაციული მიმართულება და აი ამ ხრივ ჩვენ მიესალმებით. დიდი მადლობა თქვენ რომ მოგბრძანდით ასეთ არაჩვეულებრივ თემაზე გვესაუბრეთ. ეს თემა რა თქმა უნდა არ არის დასრულებული და კიდე გავაგრძელებთ როგორც თქვით. ჩვენ უსმენდით ბატონ ნუგზარ კერესეძეს, ასოცირებულ პროფესორს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ცხუნმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტს და გვესაუბრა იმ მნიშვნელოვან თემებზე, რაც აუცილებელია როგორც საქართველოს გამტკიცების გაძლიერებისთვის. მას მადლობა ვუთხრათ, დიდი მადლობა ბატონ ნუგზარ. მადლობა ყურებელს, ყურადღებისთვის. კეთილად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.